არის პორშეში ქვია. ეხლა რაც შეეხება ისტორიას უკვე აღარ მოვყვები პორშეს. ხო, პორშეს ისტორიას აღარ მოვყვები. ხო, მაგით ეხლა მოვყვები აი ამის ისტორიას. კაბრიოლეტის. ისტორია რა ეხლა? საიდან წამოვიდა სიტყვა კაბრიოლეტი? ხო, ეგ მეც მაინტერესებს. ეგ ჯერ კიდე მანქანები საერთოდ არ არსებობდნენ, როცა რომ პირველად სიტყვა კაბრიოლეტი გამოიყენეს. ეგ ისტორია მოდის საფრანგეთიდან. 19 საუკუნის დასაწყისიდან მოდის სხვათა შორის ის სულამოებიც იქ დაიბადა. ხო. და სიტყვა კაბრიოლეტი გამოიყენეს ორთვლიანი ეტლი იყო, რომელშიც იყო ერთი ცხენი შებმული და ორი ადგილი. 19 საუკუნეა სადღაც. ყავის ან ბრეზენტის ტენტი ქონდა. რომელიც იხდებოდა რა, მოძრავი ტენტი ქონდა. შეიძლება გადაგეხადა, შეიძლება დაგეხურა. ნუ ეგ გააჩნია წვიმის დროს, რა თქმა უნდა, ან ცხულვარე მზის დროს. ხო, როგორც მოგინდებოდა. ხო, ნუ ეგ მგზავრს გააჩნდა რა და მართავდა მეეტლე. ხო, რა თქმა უნდა. ხო.